შევაჯეროთ, ასე ვთქვათ. მაინც რისი იმედი უნდა გქონდეს, რას ეთყოდი მაყურებელს. ვისაუბრეთ ბევრი, მაგრამ მაინც რაც ემოციურ თუ რაც სხვა დონეზე, რატო გავერთიანდეთ, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, მამუკა ბატონი. დაიჯერეთ, იწამეთ და რაც გწამთ და ვისიც გწამთ და რისიც გწამთ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მე გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ დაგარწმუნოთ, დაგაჯეროთ და თქვენთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით ამ ყველაფერში. ამიტომაც საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვებს, არ არსებობს იმერის დამარცხება და იმერის დაჩოქება, რომელმაც გაუძლო საუკუნეებს და გაუძლო ყველაფერს, რაც კი დედამიწაზე არსებობდა. დიდი მადლობა თქვენ, ვინც გვიყურეთ, ვინც მომავალში გვიყურებს ამ ჩანაწერს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე. მადლობა მამუკას. ერთადერთ დავამატებდით, ჩვენ შევდივართ რაღაც შევედით უფრო სწორედ გლობალურ ახალ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი უკვე ყველაფერს თუ არა რაღაც ბევრ სფეროს უკვე მართავს, ალბათ 5 წელიწადში კიდევ უფრო წინ წავა ეს ყველაფერი შეიძლება უფრო ადრე. მე სულ ვიხსენებდი პირველი მობილური ტელეფონი, დღეს ხო ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი, აი ამ მოწყობილობის გარეშე, სადაც ჩვენ საქმეებს ვაკეთებთ. რეალურად 20-25 წლის წინ შემოვიდა ეს მასობრივ გამოყენებაში, ხო, ეს მობილური ტელეფონი და მაშინ ერთი ფოტო ეტეოდა ერთ დისკზე. დღეს თითოეულ ჩვენთაგანს 1000-ობით გიგაბაიტი გვაქვს. ჩიპიანია? ხო, ჩიპიანია და ასე შემდეგ. რისი თქმა მინდა, იცით მეგობრებო, ჩვენ სადაც სამწუხაროდ საქართველოს დღეს უნდა იყოს ტექნოლოგიურად ერთ-ერთი წინ წასული სახელმწიფო, განვითარებული სახელმწიფო. არ უნდა გვიკვირდეს რა ხდება იაპონიაში, ისრაელში, ჩინეთში, კორეაში. მიხარია რომ სახელმწიფოები წინ მიდის გულწრფელად წარმატებას უსურვებთ თითოეულ მათგანს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კობახიძის და ივანიშვილის, ასე ვთქვათ, გარემოში, სადაც მაქსიმალური წარმატება არის ჩვენთვის ის, რომ თავისუფალი სიტყვის გამო არ დაგვიჭიროთ. როგორც არის ათობით სინდისის პატიმარი, ხო, აი გუშინ საჯაია, ხო, სწორად მახსოვს გვარი, საბა 4 წელი და 6 თვე ხალხო, ანუ 18 წელი 19-ის გახდა ეს ბავშვია ახლა ჩემთვის, რა ვქნა, კაცია, მამაკაცია, გმირია. მაგრამ ჩემთვის ბავშვია, რომ 19 წლის ბავშვი უნდა სწავლობდეს, უნდა ცხოვრობდეს, 4 წელი და 6 თვე გაუშვეს საპატიმროში. მოდი ვთქვათ, რომ დაუშვათ ჰიპოთეტურად, რომ მისი ბრალეულობა სამართლებრივად, დოკუმენტურად, კანონის, ანუ შავი თეთრზე დაწერილი, ვთქვათ, იყო. მაგრამ მოსამართლე, როდესაც ხარ, ხო არის რაღაცა რეკომენდაცია, რაღაცა გაითვალისწინო, რომ პირველად მოუვიდა ახალ, მილიონი ფაქტორი არსებობს სამართალში. შეიძლება ამ სისტემა იყოს ისეთი ბინძური, რომ ახალგაზრდებს ემტერებოდეს და პატარა ბიჭებს და გოგოებს წლობით უსჯიდეს ციხეში სასჯელს. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი ძალა არის ერთობაში, ერთობის ჯაჭვში, ჩვენი ძალა არის თანასწორობაში, სინდისში და სოლიდარობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მადლობა აი ამ ორ ახალგაზრდას, ვინც დღეს ჩვენს რეჟისორის პუნქტზე არის, პატას და ლაშას, დავემშვიდობოთ მაყურებელს, დიდი მადლობა, შემდეგ ხუჩაბათამდე.